როგორ შეიძლება ესეთი რამე თვალებში გაფარებდნენ აი რაღაცა შავ ბინძს აფარებენ მოსახლეობას დებილები და შტერები გონიათ კაცო ეს იყო ხალხის დაკვეთა მოსახლეობა ხედავს ხალხი ლაპარაკობს თავიანთ გააცდილებს უბედურების დღეებში რომ იყო მათი რეჟიმის დროს ეხლა დღეს გამოდის გიორგი ვაშაძე და რა ვიცი სოფო დაპრიძე და ვინები არ ლაპარაკობენ ერთი და იგივე მესიჯები აქვს რომ აი სასამართლოა ჯიბეში ჩადებული უკაცრავად ეხლა მე ვიკითხები მაგ სატელიტებს და ნაციონალებს გიორგი ვაშაძეს თქვენი მის დროს რა ქვია თავრობის დროს ჯიბეში კი არა ხუთმაგი ჯიბეში იყო ჩადებული სასამართლო და რომელ თავრობის დროს არ არის შულო ჩადებული ჯიბეში სასამართლო ერთი ჩადებულია თქვენი აზრით ეხლაც ყველა ხელისუფლების დროს ვისი რომელი ხელისუფლებაც გინდა იყოს შულო ის განკარგავს სასამართლოს ეხლა ამას 2 წლის ბავშვი იტყვის რო შეეკითხო მაგრამ უბედურება თირაშია ჩემო შულო ჩემო ბიჭო იმაში რომ ხალხისთვის არავინ მოდის ყველა თავისებურად ლაპარაკობს ხალხისთვის არავინ შულო შეგვიძლია რომ პენსია რა არის პენსია მოუმატო ჩვენმა მთავრობამ მე რატო არ უნდა მომწეს ღირსეული პენსია ჩემმა მთავრობამ მე ჯანმრთელობა არ მაქვს. ბატონო, ერთ რაღაცას გეტყვით. გავიგეთ თქვენი წუხილი, მაგრამ ვიცით რა შეა პრობლემა? აი თქვენ რომ აი ნაციონალებზე ასეც უხართ და გონიათ რომ ყველა მთავრობა სასამართლოს ჯიბეში ჩაიდებს და ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რა მთავრობა იქნება და აი ამის გამო არის რომ თქვენ მერე ის პენსია არ გაქვთ თუ ის ცხოვრება რომელიც თქვენ გინდათ. თქვენივე არჩევანის ბრალია, თქვენ აძლევთ შესაძლებლობას ქართულ ოცნებას თქვენი ყურადღება გადაიტანოს ნაცებზე. მთელი ამბავი ის არის რომ თქვენ ამბობთ რომ მთავრობაო თავის თავზე ფიქრობს რომ ხალხზე არ ფიქრობსო ესე იგი ეს მთავრობაც ასეთია ეს მთავრობაც ამას აკეთებს ამაზეც მეტანხმებით ყველა მთავრობა სასამართლო ჯიბეში უდევსო ამაზეც თანხმდებით რომ ქართულ ოცნებას ჯიბეში უდევს და იმისათვის რომ შეწუხდეთ და დაფიქრდეთ აბა როგორ მოვიქცე არჩევნებზე ისე რომ ისეთი მთავრობა აღარ მყავდეს რომელიც ან ჩემზე ცუდად მომეპყრობა ან სასამართლო ჯიბეში არ ჩაიდებს ისევ ნაციონალებს ლანწყავთ აი თქვენი პასუხისმგებლობის საკითხიც არის ის ხუთი ცხოვრება რომელიც თქვენ გაქვთ აი შემდეგ არჩევნებზე აბა სცადეთ და არაერჩიოთ ის მთავრობა რომელიც თქვენ მოგატყუებთ კი ასეთი ამორჩევის პასუხისმგებლობაც არის ის რომ თვითონ ცუდად ცხოვრობს თუ თქვენ გონიათ რომ მთავრობა სულ გატყუებთ სცადეთ მინიმუმ არაერჩიოთ მატყუარა მთავრობა თორე თუ თქვენ გატყუებთ წინაზე რომ მიეცით ხმა და ეხლა რო გეუბნებათ ეს მთავრობა რომ ნაცები არის ყველაფერს დამნაშავე ესე იგი ხო ის ამაშიც ხო შეიძლება ტყუილი იყოს აი ქალბატონო ძალა პენსია არ უყოფნისო ეს გასაგებია მაგრამ პენსია ეხლა აი როგორც გინდა სიმართლეს უწყინ ქალბატონს რა 100 ლარითაც რომ მოუმატო აზრი არ აქვს ნამდვილად არ აქვს აზრი რა გითხრათ რატომ ხისიერად ყველაფერი მატულობს კორუფცია მაფია თვითონ ამ თავრობის ხელშია და კორუფცია როცა მძვინვარებს ქვეყანაზე მაფია მძვინვარებს ბანკები ხალხს ატყუებენ აი ხალხმა რა ქნას მითხარე მესმის თქვენ სწორი არჩევანი გააკეთოს ბატონო ამ რა უნდა ქნას ხალხმა ანუ დაფიქრდეს არჩევნების წინ და სწორი არჩევანი გააკეთოს მეტი რა უნდა გააკეთოს ხალხმა მეტი სხვა ალტერნატივას არ გააჩნია ხალხს მეტი ძალა არ აქვს არა როგორ ძალა სულ აქვს მაგრამ არ ფიქრობს ხალხი არჩევნების წინ გავარდება და აი მოუმატე პენსია 100 ლარი მოკრა თვითონ არიან მაფიოზები სათავეში ბევრი რამე ძალიან ხელი შეაწყვეტს ნაციონალებს ეს ხილიანი ხელები თავადაც აქვს ცხადია მაგრამ ხალხს ხო ჯერა ამის ჯერა იმ გლობალური ომის პარტიის ჯერათ ნაცების რაღაცას ჯერა რომ გახარია ის იყო გლობალური ომის პარტიის ზეწოლის ქვეშ დანიშნეს ხალხს ჯერა ამის და სამ ხალხს ჯერა ეკნებათ ის რაც აქვთ ანუ ხალხი იმსახურებს იმ თავრობას რომელიც ყავს გასაგებია რა და ხალხი ვის აინტერესებს მითხარი აბსოლუტურად არასდროს ხალხს უნდა აინტერესებდეს საკუთარი თავი რატომ გონიათ რომ თავრობა უნდა თქვენზე ზრუნავდეს აი რაღაცა გადაფორება რო გინდოდა მანქანისა 65 ლარი გინდა დღეს 200 ლარი 200 ლარზე მეტი ხეს ხო და ბატონო სანამ ხალხს საკუთარი თავი არ აინტერესებს და მთავრობის იმედად იქნება სულ ასე იქნება მეგონი კარგი მაგალითია აი მთავრობის იმედად არ უნდა იყოთ ხალხი მთავრობის იმედად არ შეიძლება ყოფნა საკუთარ ცხოვრებას უნდა მიხედოთ და მთავრობა რო სამაში ხელს გიშლით უნდა მთავრობას ებრძოლოთ როგორ შეგიძლიათ ყველაზე მარტივი არჩევნების დღეს დაფიქრდეთ რომელ პოლიტიკოს უფრო ენდობით რომელი უფრო ადეკვატურია რომლის პირობებში თქვენი ცხოვრება უკეთესი იქნება
რომ მე არ წუწუნებდეთ რომ მოგვატყუეს, ხელში ჩაიგდეს, ჩვენზე არ ზრუნავენ. აი სანამ ზრუნავ მთავრობის იმედად ხართ არ ამ კორუმპირებული მთავრობის და კეთილი მთავრობის, მანამდე უცუდი მთავრობა გეყოლებათ კორუმპირებული და ასე შემდეგ, მაგრამ თუ დაფიქრდებით რომ თქვენ ცხოვრებას თქვენ უნდა მიხედოთ და შეიძლება ისდაგვარად მთავრობა უნდა იყოს რაც შეიძლება უფრო პატარა. აი მაშინ ოკეი, უკეთესი ცხოვრება გექნებათ. ხალხზე არ ვინარ ფიქრობს, რომ ხალხი საკუთარ თავზე არ ფიქრობს. ხალხმა საკუთარ ბედზე არ ფიქრობს. აგერ ხალხი ნაცების რაღაცაზე ფიქრობს 2025 წელს და უხარიათ, რომ რავი, ვიღაცას იჭერენ. ეხლა გიორგი ვაშაძე გაუშვიათ ციხეში. რა გითხრათ? არაფერ შოში არის ეს სიუნდულეში. ხო, ანუ უბრალოდ მესმის რომ ვიღაცა შეიძლება არ უყარდეს ბანკირები და გაუხარდეს რომ ხაზრაძე ჩასვეს ციხეში, მაგრამ უბრალოდ რომ დაფიქრდეთ, ეს არის სწორი, ეს არ შეიძლება იყოს სწორი, არანაირი სცენარში არის სწორი. და რომც 1000 ჯერ შეთანხმებულად კეთდებოდეს, ეს მაინც არის სწორი, იმიტომ რომ მაშინ ეს არის უამრავი ადამიანის, მათ შორის ლელოს ამორჩევლის, ნაცების ამორჩევლის შეურაცხყოფა. ხო და თუ ერთი ქვეყანა ვართ, ქართველები ვართ, როცა ამბობთ რაღაცე ქვეყნის ერთიანობა გვინდა, როგორ შეიძლება აი ქართლოსების სამორჩეულს მიმართავ, ხო, ამბობ ტერიტორიული მთლიანობაო და ასე შემდეგ. ტერიტორიული მთლიანობა ის ხო მარტო გეოგრაფია არის, ეს ხო ხალხის ერთიანობასაც ნიშნავს. და თქვენ რო ასე სიძულვით უყურებთ ნაცებს და ამით ამართლებთ ნებისმიერ ბოდვას და ამორალურობას ამ მთავრობის. ეს ხო ერთიანობის საწინააღმდეგოდ გვენაბიჯია. თქვენ ხო არ გინდათ ერთიანი საქართველო, თქვენ ხო გინდათ გაყოფილი და დანაწევრებული საქართველოს, სადაც რაღაცი ნაცებს რაღაც გარიყავთ თუ გაყრით თუ რაღაც სიაში ჩასვათ. აი უბრალოდ აი არაფერში არ წერია ესაც, არც ქართველობაში, არც პატრიოტიზმში, არც ქრისტიანობაში. არაფერში არ წერია. და საერთოდ მნიშვნელობაა რომ მე არ მაღლებს რა მოტივებით მოძრაობს, აი ხაზრაძე, ერთი ჯაფარიძე თუ მეორე ჯაფარიძე თუ ვაშაძე ან ვიღაც ხო არაფერში არ წერია უბრალოდ დებით ეს. და აი უბრალოდ უნდა გამოფხიზდეთ ქართულოსნების ხარდამჭერებო, მართლა გონს მოხვიდეთ. იმიტომ რომ ეს ვერტიკალი რომელსაც ახლა ბიძინა აწყობს, თქვენ დაგემხობათ თავზე პირველ რიგში და ყველა დიდი დაზრადებული თქვენ იქნებით და ყველაზე მეტად თუ იმას არ აწყობს ვერტიკალის აწყობა, არის ამ ვერტიკალში ყოფ ადამიანებს. უბრალოდ გვიან გაიგებენ ხოლმე ამას.